ნინო დათაშვილს ხედავთ კადრში, რომელიც ტოვებს ახლა რუსთავის სასჯელ აღსრულების დაწესებულებას. თქვენ ხედავთ ის, რომ მისი ფეხით გამოდის რუსთავის ციხიდან, უამინდობა საკმაოდ ადგილზე, არაერთი ახლობელი ოჯახის წევრი მას ელოდება უკვე კარგი ხნის განმავლობაში, მას შემდეგ რაც მოსამართლემ მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ეს არის მასწავლებელი ნინო დათაშვილი, რომელიც მრავალთვიანი ტყვეობის შემდეგ თავისუფლდება და ის უკვე მოახერხებს, რომ შეხვდეს მისახლობლებს, ოჯახის წევრებს, ასევე მცირეწლოვან შვილს, როგორც ცნობილია და ამის შემდეგ აუცილებელი იქნება მისი სამკურნალო პროცედურის დაწყება. ნახოთ აბა თუ იტყვის რამეს დათაშვილი. გეხვეწებით, ნუ გადამიღებთ ახლა რა. ნინო დათაშვილი თავისუფალია, თქვენ კაცი ხედავთ ახლა მას. მინდა რომ დავჯდე უბრალოდ. არ ჩამეხუტო რა გიხოცები არავინ ტკივა ყველაფერი დაჯდომა მინდა ბოდიში ხალხო და მადლობა ძალიან დიდი ყველას. თქვენ ხედავთ ნინო დათაშვილს, ნინო დათაშვილი თავისუფალია, მას უჭირს გადაადგილება. ახლა მოისმინეთ მისი თხოვნა, თხოვა ყველას, რომ უჭირს სიარული, უნდა რომ დაჯდეს როგორმე, თხოვს ყველას, რომ სავარაუდოდ ექნება მას მალე კომუნიკაცია ყველასთან შეხვდება, თუმცა ის ამბობს, რომ მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, ყველა ხედავს, რომ ნინოს უჭირს გადაადგილება, თხოვს, რომ ზედმეტად ხელიც არ მოკიდონ მისმა მეგობრებმა, რადგან ტკივილს აყენებს. ყველა შეხება ნინო დათაშვილს, ახლა ხედავთ კადრში, მეგობრები მიაცილებენ მას, ჩასვამენ მანქანაში. ეს არის რუსთავის მეხუთე დაწესებულება, საიდანაც ნინო დათაშვილმა რამდენიმე წუთის წინ საპატიმრო დაწესებულება დატოვა, მისი მდგომარეობა საკმაოდ რთულია. ახლა ის ოჯახის წევრებთან ერთად დატოვებს რუსთავის მეხუთე დაწესებულებას. ხედავთ, რომ ოჯახის წევრები ეხმარებიან მას გადაადგილებაში, მეგობრები. მისი თხოვნა იყო, რომ არ შეუძლია საუბარი, უჭირს გადაადგილება და ეს იყო მიზეზი, რის გამოც მან თავი შეიკავა ამ ეტაპზე ისაუბროს, კამერებთან მადლობა უთხრა ყველას. ახლა ხედავთ თქვენ, რომ მას ათავსებენ სწორედ ავტომობილში, ამხნევებენ მეგობრები, მისი მეუღლე არის ჩვენთან ერთად. რამდენიმე სიტყვით გითხარით ნინოს მდგომარეობის შესახებ, ჩვენ ვადევნებთ თვალს, როგორ გამოიყურება ის, მას უჭირდა გადაადგილება. რას გვეტყვით ამ გადაწყვეტილებაზე? ის გამოვიდა სულ ცოტა ხნის წინ ციხიდან. ნინოს სასწრაფოდ დაჭირდება რეაბილიტაცია და არ ვიცი რამდენად მოხერხდება ეს ადეკვატურად და დროში. საკმაოდ მძიმე ვითარებას აღწერდით თქვენ რა მდგომარეობაშიც ის იყო ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, რომ მოუყვეთ მაყურებელს და გავახსენოთ, თქვენ გუში ნახეთ ის და იცით უფრო მეტი, ჩვენზე მეტი მის მდგომარეობასთან დაკავშირებით. აი, როგორც შევხედეთ, პრაქტიკულად ვერ გამოვიდა და დაჯდომა ადგომაც უჭირდა, დახმარებითაც კი სატარებელი ეტლიდან. და შესაბამისად წოლაც და ასე შემდეგ და უჭირდა მისვლა კარებამდე, რომ საჭმელი გამოერთმია რაღაც მომენტებში, ეგრე მომეყვა. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა რეაბილიტაცია? მისი რამდენიმე დღე სახლში იქნება, შემდეგ გადაიყვან საავადმყოფოში თუ როგორ წარმოგიდგენიათ? არ ვიცი, დღესვე გავარკვევთ მაგ სიტუაციას. უბრალოდ ეხლა დროებით სახლში მივიყვანთ ალბათ სავარაუდოდ, არ ვიცი, ნახოთ. ბატონო, ერთი მინდა კითხოთ, 4 თვის განმავლობაში ქართულმა ოცნება მიცოდა მისი ამ მძიმე მდგომარეობის შესახებ, თუმცა ახლა როდესაც უკიდურესად მძიმე მდგომარეობა აქვს, მაშინ მიიღეს გადაწყვეტილება შეიცვალა დაქვეითება. რატომ თქვენ ეს ჰუმანურ გადაწყვეტილებად ვერ შეიძლება ჩაითვალოს, რადგან 4 თვის წინაც იცოდნენ, რომ საოპერაციო იყო ნინო? რასაკვირველია, როცა ოპერაცია უნდა გააკეთებენ, იმის მაგივრად იქ მოიკითხეს, რომ თუნმე რაღაც ტკივილები აქვს და ამის გამო დაუნიშნეს ფსიქიატრიული ექსპერტიზა, რამაც შეძრა ხალხი და გადაარჩინა ნინო ციხეში, ანუ უბრალოდ გამოკეტვას ფსიქიატრულ დაწესებულებაში, მაგრამ ჯანმრთელობის მდგომარეობა კვლავ გაუარეს და მით უმეტეს ამასთან დაკავშირებული ნერვიულობის გამო კიდე დაემატა და აი ხედავთ რა მდგომარეობაა. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ ხედავთ ნინო დათაშვილის მეგობრებს, მათ ბუნებრივია სურდათ საუბარი ნინოსთან, თუმცა ის იმდენად მძიმედ და უძლურად გრძნობდა თავს, თხოვა რომ აქ შეკრებილ ადამიანებს რომ ცოტა ხანი თავი შეეკავებინათ მასთან მიახლოებით. ეს კი ნინო დათაშვილის დედას გავესაუბრებით, ხომ არ სურს მას საუბარი, რას გვეტყვი, როგორ შეაფასება ამ პროცესს? ნახეთ, ნინომ დატოვა, მას ძალიან უჭირს გადაადგილება, ტკივილებს აყენებდა, ყველა შეხება, როგორც მივხვდით, ხო, რას
ძალიან დიდ იმედს გამოვთქვამ, რომ არ არის ეს შეუქცევადი და ნინო გამოჯამრთელდება. დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ჯანმრთელობა იქნება იმ ფორმაში, რომელსაც ნამდვილად იმსახურებს და თავარი ახლა ეს არის. თავარია ნინო იყოს კარგად და ჯანმრთელად. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ რას გვეტყვით? საკმაოდ ძიმე იყო სურათი, რამდენიმე ადამიანი ეხმარებოდა გამოსვლაში, პენიტენციური დაწესებულების წარმომადგენლებმა გამოიტანეს მისი ნიუთები. რას გვეტყვით აი ამ ყველაფერზე? საკმაოდ ძიმე სურათი ვნახეთ. ამ ყველაფერზე იმას ვეტყვი, რომ ეს არის საშინელება, რაც ნინოს დამართეს. თავის ფეხით შევიდა და მართლა ძლივს გამოვიდა დახმარებით და მიიყვანეს ბოლო მომენტამდე, ამიტომ არაფერი სამადლობელი არ აგვაქვს ჩვენ არც პროკურატურის, არც სასამართლოს მიმართ, იმიტომ რომ ადამიანს ისე გაუარეს ეს მდგომარეობა, რომ ძალიან ბევრი ტკივილის ატანა მოუწია მაშინ, როცა თვითონ იყო მსხვერპლი. მადლობა, თქვენი პოზიციაც გვინდა რომ მოვისმინოთ, რა შეგიძლიათ გითხრათ აი ამ ყველაფერზე 4 თვის განმავლობაში იცოდე რომ ძიმე იყო ნინოს მდგომარეობა, თუმცა დღეს მიიღეს გადაწყვეტილება, აკვეთი შეეცვალოთ სავარაუდოდ იმ ძიმე სცენარების შეეშინდათ, რაზეც ადვოკატები საუბრობდნენ. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მართლა არ ვიცი რა უნდა ვთქვა, ნინოს წლებია ვიცნობ და ძალიან აქტიური და სიცოცხლით სავსე ადამიანი იყო და მე უბრალოდ კომენტარის გაკეთება არ შემიძლია. მე ჩემთვის წარმოუდგენელია ეს, რაც მე ვნახე, რა თქმა უნდა, ინფორმაცია მქონდა, მაგრამ ელოდებოდით რომ ესეთი მძიმე იქნებოდა? მართლა არ შემიძლია არანაირი კომენტარის გაკეთება, იმიტომ რომ მე სხვანაირ ნინოს ვიცნობდი. ეს რაც ამ ადამიანს დამართეს, ჩემთვის ვერ ვიაზრებ ჯერ ბოდიში. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა. მაშასე ასეთი ავითარება რუსთავის მეხუთე დაწესებულება ნინო დათაშვილმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ჩვენ ვნახეთ რომ მას უჭირდა გადაადგილება, ყველა შეხება მას აყენებდა ტკივილს. საკმაოდ ძიმე არის მისი მდგომარეობა, როგორც ადვოკატები და ოჯახის წევრები აცხადებენ ის, რომ ნინო დათაშვილის მდგომარეობა მძიმეა და ასტურდება პენიტენციური დაწესებულებისა და პროკურატურის მიერ შეცვლილი პოზიციითაც. დღეს მათ აღიარეს, რომ ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები აქვს ნინო დათაშვილს და ეს იყო მიზეზი, რის გამოც აღკვეთ ღონისძიებად შეფარდებული პატიმრობა შეუცვალეს. ჩვენ შეგვიძლია ახლა მის ადვოკატებსაც გავესაუბროთ. ნახეთ ნინო გამოიყვანეს სულ ცოტა ხნის წინ, უჭირდა გადაადგილება. თქვენ ამაზე საუბრობდით, გუშინაც ნახეთ. აი როგორც შეაფასებთ პროკურატურის 4 თვის შემდეგ შეცვლილ პოზიციას? მანამდეც იცოდნენ რომ ცუდად იყო. აი რატომ მიიყვანეს ამ ზღვამდე თქვენი აზრით პაციენტის? ჩვენ პირველი წარდგენის სხდომაზე ზუსტად ვუთითებდით ამ საფრთხეებზე და ეს არ არის ახალი. დაცვის მხარე ამაზე აპელირებდა ძალიან დიდი ხანია და ბოლო პროცესებში საერთოდ ნინო ვერ იღებდა მონაწილეობას. სასამართლოსთვის ეს ცნობილი იყო, თუმცა მას არ შეეცვალა აღკვეთის ღონისძიება. შესაბამისად ნახეთ, რომ მისი მდგომარეობა უკიდურესად დამძიმდა და ეხლა უკვე 2 ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება. ამ შემთხვევაში შეფასებისთვის შეიძლება ვთქვათ, რომ ეს არ იყო რეალურად აღკვეთის ღონისძიების შეფარდება, ეს იყო თითქოს დასჯის მიზანი ამ შემთხვევაში ნინო დათაშვილისთვის, რადგან ეს პატიმრობა ნამდვილად არ იყო რელევანტური ამ საქმეში. მადლობა ძალიან დიდი. თქვენ უსმენთ უფლებადამცველებს, ალბათ განსაკუთრებული ინტერესით განვითარებულ პროცესებს ახლა სატელევიზიო ეთერებით თვალს ადევნებენ სინდისის პატიმრების სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულები. მათ ცოტა ხნის წინ ნახეს, რომ რუსთავის მეხუთე დაწესებულება დატოვა ნინო დათაშვილმა. ამ დაწესებულებაში რჩება დატყვევებული ჟურნალისტი მზია ამაღლობელი, ელენე ხოშტარია. ისინი ამ დაწესებულებაში სავარაუდოდ ახლა თვალს ადევნებდნენ, როგორ განვითარდა პროცესები. ნინო დათაშვილი თავისუფალია, თუმცა არაერთი სინდისის პატიმარი კვლავ სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში უკანონო ბრალდებით არის მოთავსებული. რაც შეეხება ნინოს რეაბილიტაციის პროცესს, სავარაუდოდ ხვალიდან მას დაჭირდება მედიკოსების დახმარება, როგორც აცხადებენ აქ მყოფი მისი ახლობლები. 2 ოპერაცია ჭირდება დათაშვილს. ფორმაში მედიკოსების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი არსებობს, სადაც წერია, რომ მას სასწრაფო სამედიცინო დახმარება ჭირდება.